რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად გვიყურეთ, აუცილებლად გამოგვიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. როცა რაღაც არიცი, სიცარიელეს შენი დასკვნები თავსებ. ასეა სუსის თანამშრომლის სიკვდილის შემთხვევაში, როცა კანტორამ რაღაც სისულელე თქვა და ნეტავ ეგეც არ ეთქვა. ბარიატრია გაიკეთა კაცმა და ამიტომ მოიკლა თავიო. ფაქტიურად ასე აგვეხსნა მდინარაძემ ახლა. პირველ განცხადებას 2 საათში მოხვა მეორე. манипуляციურ განცხადებებს ნუაკეთებთო, ზოგიერთებიო. დამწუხრებულები ვარ ჩვენ ძალიანო, ვაკო. მამუკ, თუ ვინმემ გააკეთა манипуляციური განცხადება, ეხარ შენ. манипуляცია და არაფერი სხვა, როცა კაცი გაციებული არაა, შენ კი ოფიციალურ განცხადებაში ამბობ ბარიატრია გაიკეთა და ეგ არის მიზეზიო. ბარიატრიას ხალხი იმიტომ იკეთებს, რომ უფრო ბედნიერი იყოს, რა ვიცი. ჩემს გარშემო ყველა მამის გამო გაიკეთა. საგანგებოდ გადავამოწმე საერთაშორისო სამედიცინო ლიტერატურებში და დეტალებზე რომ არ ვილაპარაკოთ. ბარიატრიის შემდეგაც, როგორც სხვა ოპერაციების შემდეგ, სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე საშუალო რომელიღაც საზოგადოებაში. მაგრამ იცი რამდენი პროცენტით? 0.3. ყველა იმ ადამიანიდან, ვინც ეს ოპერაცია გაიკეთა, შეიძლება პროცენტის 13-ზე გავრცელდეს. სუიციდის სტატისტიკა იმატებს მშობიარობის შემდეგად. ეგეც გადავამოწმე. 45-დან 100 დღემდე. და რა ვქნათ, ხა ბავშვის გაჩენა აუგზავნოთ? თუ სუსი არ ეწევა манипуляციას და ნამდვილად ცდილობს ახსნას თვითმკვლელობა, იმ დაშვებით, რომ საერთოდ თვითმკვლელობა იყო. მაშინ ჯანმრთელობის შესახებ ძალიან პერსონალურ ინფორმაციას უნდა მოაყოლოს სხვა ინფორმაციაც. სენსიტიურობა უკვე დარღვეულია და ახლა გაჩვენება კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. ახლა უნდა გვაჩვენონ სუსის ავტოპარკინგის კამერების კადრები. მანქანაში უნდა გამოჩნდეს გასრული ზალი. კაფეოთ უნდა ჩანდეს, რომ სხვა არავინ ზის სალონში. თორემ ეროსი კიცმარიშვილის სიკვდილმა მანქანაში რამდენი კითხვა დატოვა თავის დროზე კარგად გვახსოვს. უნდა გვითხრან, ეს სიმონ წაკაძე მუშაობდა თუ არა აი გახმაურებულ საქმეებზე, რომლებსაც მისი ანტიკორუფციული სააგენტო წარმართავდა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა შეხება სუსის ყოფილი უფროსის ლილუაშვილის საქმის გამოძიებასა და დაპატიმრებასთან. ჰქონდა თუ არა შეხება რაიმე კავშირი ღარიბაშვილის საქმის გამოძიებასა და დაპატიმრებასთან. ბაჩიაშვილის საქმის გამოძიებასა და დაპატიმრებასთან, ფარცხალაძის საქმის გამოძიებასთან და ვერ დაპატიმრებასთან. ყულევში რუსული ნავთობის გათეთრების საქმის გამოძიებასთან, თორნიკე რიჟვაძის საქმის გამოძიებასა და მკვლელობის მცდელობასთან, აჭარაში ქოცების საყვარელი ინვესტორის ოსტურქის საქმის გამოძიებასა და დაპატიმრებასთან, მასთან დაკავშირებული ტომას ხუს, ბათუმის დინამოს საპატიო პრეზიდენტის საქმის გამოძიებასთან, რომელიც ახლა კამბოჯელი ნარკობარონი აღმოჩნდა და სხვა საქმეები. ან იქნებ ბოლ დროს გასტრონომების ფასებისა და მონოპოლიების საქმეს იძიებდა. ეგეც უნდა ვიცოდეთ. ყველა ეს საქმე, რომელიც ახლა უცებ გამახსენდა, შეიცავს ძალიან მაღალ რისკს მისი გამომძიებლებისთვის. გაცილებით უფრო მაღალს, ვიდრე ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია. ასობით მილიონზეა საუბარი ამ საქმეებში და ერთი ოფიცრის მკვლელობის შეკვეთა ნამდვილად ბევრი არაფერი ღირს. სუსის მკვლელობა კი ამ სიგნალს 10-ჯერ უფრო გააძლიერებს. ჩვენ აქ ვარ და ვიცით, რომ თქვენც აქ ხართ. ეს ერთი ვერსია. 100 შეიძლება კიდევ თქვენი იყოს. ხომ კარგად გვახსოვს სუსის ოფიცრის თვითმკვლელობად გამოცხადებული უკანასკნელი შემთხვევა და მასზე სისტემის რეაგირება. 2021 წლის ივლისში ოფიციალური ვერსიით სიგარეტის საყიდლად წასულმა აკაკი ნემსაძემ, რომელიც ახალი გასული იყო თადარიგში, საკუთარ სადარბაზოში დაიხალა ტყვია. სექტემბერში ანონიმურად გავრცელდა სუსის ფაილები უამრავი ძალიან საინტერესო კომპრომატით, რომელთა ერთ-ერთი შემგროვებელი სწორედ ნემსაძე იყო. ოქტომბერში კი დააპატიმრეს მისი ორი უახლოესი ძმაკაცი. აი არ მჯერა, რომ ადამიანმა რაღაც სულელურად დაასრულა სიცოცხლე. როდესაც სპეცსამსახურს რუსული მაფიის სამსახურში მყოფი არაპროფესიონალები ხელმძღვანელობენ, მოქმედების ალგორითმი დაახლოებით მსგავსია ყოველთვის. ნებისმიერ კრიტიკულ შემთხვევაში ცდილობენ, რომ სიმართლისგან რაც შეიძლება შორს წაგიყვანონ. ამ გამოცდილებით უკვე რეფლექსია, რომ არავინ არავის არ ენდობა არაფერში. ოფიციალურ ვერსიას. მით უმეტეს, როცა ეს ვერსიები მეტ კითხვას აჩენენ, ვიდრე პასუხობენ. რაო პროჭორვილელებო, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობის 13 წელიო? კი, როგორ არა. შეკვეთილი მკვლელობებით, დღე-გამოშვებით და ახლა უკვე სპეცსამსახურების შესასვლელში მკვდარი ოფიცრებით. კი, მოქალაქეები ახლა უკვე ნამდვილად დაცულად გრძნობენ თავს. გაცილებით უფრო. ირაკლი ღარიბაშვილი მუდამ ჩვენს გულებშია. ზის კაცურად, როგორც მისმა ცოლისდამ დაწერა. და გვერდზე საკიდან მიშა სააკაშვილი ეკაიფება თან მაგრად.
ამერიკიდან კი ვერ გავიგე მართალს ამბობს თუ ჩვენ გვეკაიფება ერთი ყოფილი პოლიციელი თვრალმა ღარიბაშვილმა ბორის ივანაშვილს აგინა და ამიტომ ჩასვაო. კი ვიფიქრე ისეთი რა აგინა 5 წელი რომ მიარჭო და მილიონები აახია მეთქი. სანამ წყარომ საქმეს ჩადებული ჩანაწერი არ გამიზიარა. ყურადღება, ექსკლუზივი, სპეციალურად ვაშა გადაცემის მაყურებლისთვის. ბავშვები, ფეხმძიმეები და ენათმეცნიერები მოაცილეთ ეკრანებს თუ შეიძლება. მაგას დედას მოყნაბრობდა რა. ხალი კიდე მისვინონ ვიზა სულდა რა. და ხალიმ კიდე მიუტანონ ხმა რა. რა ჩემს არ საგარეო პოლიტიკაიც არტიერი და არაფერი არ იცის თო. რა განწყობას მქონდა თავიდან, აი გადამიმფიქისა კი არა, აი გადამარწმუნა. აურა this what you did ჩემი გასხდებოდა სლოკენით კი არა. მაგის დედა მაგისი და მკიდი აი მიუტანონ ჩანაწერი მკიდია რა. კი, იმას მიუტანეს. მოისმინა. ამას ახლა აღარ კიდია. ექსპერტიზის ჩატარება საჭირო არაა მგონი. ღარიბაშვილი ვერც ერთ სიტყვასა და წიანდადებას სწორად და გამართულად ვერ გამოთქვამს, გარდა სიტყვებისა, რომლებშიც არის ტყ, მტ, ყლ, დდ, შვც. ეგ არის მაგის საფირმო ნიშანი. ისევე როგორც დაუვიწყარი ბტნბძნა. წარმოიდგინეთ რა ცუდი გზნობაა. აი მაგარ პახმელიაზე ეს ტაფილოს წვენის სმისაათი რომ ჩამოკრავს წილხვედრში, ტელეფონი რომ გაღვიძებს და მსახრალი ხმა რომ გეკითხება, შენ გუში ვისაგინე ბიჭო? აი ეგრევე ფხიზლდები. თან გახსოვს რაღაც, თან არ გახსოვს. მე რეიხსენებ ყველას, ვინც სუფრასთან იყო და იწყებ ფიქს ნეტა ვინ მიუტანაო. და ამ ყველაფრისთვის წამის ნახევარი გაქვს. ზუსტად, სანამ იქიდან ჩაგეკითხება, ჰა? უცებ გიპყრობს პანიკა. რო აი დამთავრდა ყველაფერი, რო ამბავი გადაწყვეტილია 5 წელი 8-10, რა ვიცი, 5 მილიონი 8-10. მაგრამ ესეც მხოლოდ ნახევარი ან 1 წამით. იმიტომ რომ შემდეგი ფიქრი რაც გიპყრობს არის შვება. რომ ფარცხალაძე აღარაა საქართველოში და სარდაფში ჩამყვანი მაინც გონი არავინ დარჩა. თორემ ციხეს გაუძლებს კაცი და ამისთვისაც მადლობთ. პროჭორვილელებმა დაბოლების ახალი კამპანია ამოქვეყეს. ჩვენო დებატები გჭირდებაო. სადაა დებატებიო? როგორ გვაკლია დებატებიო? რად არის დებატებიო? ვინ წაიღო ჩვენ დებატებიო? ვინ წაიღო და გვარამიამ წაიღო ჩვენ დებატებიო? ისეთი ტელევიზია გააკეთა რომ დებატები უბრალოდ მოსპო. გვარამია კი არა როგორც თქვენი მიხეილ ყიტყოდა. ჩვენსა და თქვენ შორის დებატების მომსპობის დედას ეშე. თუ იმე თავს იყ აველაშვილებს და არ უნდა გახსენება. ახლა გავახსენებ. ბორია რუსმა განსხვავებული აზრი თავიდანვე ვერ აიტანა. არც მირჩეული იყო დისკუსიას და არც სიტყვების მარაგი არ ყოფნიდა სამაგისოდ. და პირველივე წერილობით განცხადებაში ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლის დისტრიბუციის, ავიცი, ხელისუფლების ცვლილებისა და გლობალური პრობლემების კვალად მედიის გინებას მოყვა. რუსთავი ორი არ მომწონსო, იმედი არ მომწონსო, იმდროინდელი იმედი. სამაგიეროდ ასავალ-დასავალი მომწონს და შალავა რამიშვილი. მოდი ჩემთან შალავა და ბევრ ფულს მოგცევა. მე მართლა მოვიდა ხელისუფლებაში და ჯერ კიდევ 2011 წელს გამოცხადებულ ბრძოლაში რუსულ ფულთან ერთად პროკურატურა, სუსი, მილიცია, საგადასახადო საბაჟო, ჯიბის პარლამენტარები, მინისტრები, ქურდები და თავის ტიტუშკები ჩართო. თუ არ გინდათ გახსენება, მე გაგახსენებთ ნიკა გვარამიას პირველ პატიმრობას. გაგახსენებთ ყადაღებს, გაგახსენებთ სახელმწიფო გადატრიალების საქმეებს, რომლებიც თითქოს ტელევიზიაში მზადდებოდა. ამას ალბათ ხვდებით. არ გეუბნებით ყურმოყრით. ეს ყველაფერი ჩემ თავს ხდებოდა. ჯერ ერთ ტელევიზიაში, მერე მეორეში. იგივე ხდება ჩემი მეგობრების თავს ფორმულაში, TV პირველში, კავკასიაში ახლა, რომელთაც ასევე აღჭობს ბორია რუსი და ბოლომდე უჭერს. ამ და სხვა კრიტიკული მედიის მოხრჩობის შესავალია დებატების თემის გახსენება აი ახლა. პროჭორვილელის მოგონილი არ არის ეგ ამბავი, მაგრამ ეს ასრულებს. თან პურის გაიაფებას გპირდება, თან სანახაობის. საბოლოოდ ორივე საქმეში მოგატყუებთ, მაგრამ ნადეჟდას და სხვა პროპაგანდონებს ხომ ექნებათ სალაყბო რამდენიმე კვირა მაინც. მეორე დღეს ვეთქვეს, ნაცებს ვისაც ვეძახითო, არა და რა ვიცი, ყველას ნაცებს ეძახიან. იმათთან არ ვიდებატებთო და არც იმ ტელევიზიებში ვიდებატებთ, რომლებიც ნაცებად მიგვაჩნიო. ბოლოს კი საერთოდ წერტილი დაუსვეს. ეგენი ჩვენ გაგვლახავენ და ძვირიან ფილერებსა და ბოტოქსებს დაგვიჟღლემავენ. ამიტომ ქიხიები არიან და არ დაველაპარაკებით საერთოდ. ჩემთვის ალბათ არ იქნება მისაღები დებატებში შესვლა ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლებთან. არ არის უსაფრთხო ეთერი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ რომ ერთმანეთს ფიზიკურად შეეხონ და ვიცით რომ ასეთი ეთერებისთვის ალბათ ძალიან ბევრს გადაიხდებიან. თუმცა ჩვენი მთლიანი პოლიტიკური გუნდი მუშაობს იმ ფორმატებზე, რომელიც იქნება მეტნაკლებად უსაფრთხო.
გამოდის რომ ბოლოს ნადეჟდაზე ან სადმე კიდობანში მივლენ და იდავებენ დენიროს სამსახიობო ოსტატობა კაჩავს თუ არა ელდინო საღარაძის დონეს. ან რას მოასწავებს კორუფციული სკანდალი ჩინეთის გენერალურ შტაბში, ან რამდენად მომზადებული შეხვდა ჩრდილოეთ კაროლინას შტატი უხუთოულსა და ქარბუქს. ვინ იდავებს საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე? ხო, რა ვიცი. დავით მათიკაშვილი გურა მაჭარაშვილს შეერკინება. ნინო წილოსანი ნანა კაკაბაძეს, ირაკლი ზარქუა ბოდიში მაგას აღარ აკარებენ ტელევიზიას და აღარც ძალია ხა. გაყრის საკითხების ადვოკატებს თუ დარბის მით უმეტეს. პროჭორვილელის შეუსრულებელი დაპირება გახსოვთ? ერთი მაინც. არც მე. და სატელევიზიო დებატების აღორძინების დაპირებაც უკვე შეასრულა. იმავე არხზე, უпроსორად იმავე სახელწოდების არხზე, რომელზეც თავის დროზე დებატები თვითონვე მოკლა. თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, ან ვერ შეამჩნიეთ, მაგრამ დებატები შედგა რუსთავიორზე. როცა ვინმე ლორენცომ პირველი დებატები საკუთარ ქოცთან გამართა. წარუმატებელი რა თქმა უნდა, აბა ეხლა ქოცს რაზე უნდა ელაპარაკო. სანამ პირში სული მიდგას, ცივნიოს არ მოგაკარებ. არავითარი დამცირება აღარ იქნება შენი მიმართულებით, ამის გარანტიას გაძლევ მე. მიხვდი რას გეუბნები. გესმის შემიხმა. გამებუტა. ის და სვეჟენცოც ეხლა ამ ეტაპზე ორივე თავს გრძნობთ კარგად. სვეჟენცოს აქვს ბევრი საქმე გასაკეთებელი, იმიტომ რომ 7 შვილი მინდა, ასე რომ სვეჟენცო ფორმაში ხარ? არ მელაპარაკება, თინ შენი გულისთვის ჩემი სვეჟენცო კიდე არ მელაპარაკება, რა ვქნა? ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რას დავიდით? იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. Я помню, очень гадаться.